განვიხილოთ ძალიან საინტერესო ამოცანა, რომელიც გამომიგზავნა TikTok მომხმარებელმა. ამოცანა ესეთია. მოცემულია ორი წრეწირი, ერთი ვთქვათ ეს წითელი ფერის წრეწირი, მეორე ლურჯი, რომლებიც იკვეთებიან A და B წერტილში. A წერტილზე გავლებულია ლურჯი წრეწირის მიმართ მხები, რომელიც წითელ წრეწირს კვეთს B წერტილში. ანუ AP არის მხები და P წერტილი არის ამ მხების გადაკვეთა წითელ წრეწირთან. P წერტილიდან გავლებულია PB წრფე, რომელიც ლურჯ წრეწირს კვეთს Q წერტილში და Q წერტილიდან გავლებულია QD მხები წითელი წრეწირის მიმართ. ოღონდ აქ Q-დან ორი მხები გაივლება, ისეა გავლებული, რომ A და D წერტილები PQ წრფის სხვადასხვა მხარესაა. ეს QD მხები ლურჯ წრეწირს კვეთს K წერტილში. და უნდა დავამტკიცოთ, რომ KAD კუთხე, ნახე ლურჯ ფერად მაგ მონიშნული, უნდა დავამტკიცოთ, რომ KAD კუთხე ტოლია DAP კუთხის. საკმაოდ საინტერესო ამოცანა. ეხლა როგორ შეიძლება ამოხსნა ესეთი სტილის ამოცანები? ნუ პირველი ხრი კი არის, რომ დაუშვი რომ მართლაც ეგეთი რაღაცა ხდება და შემდეგ ამ დაშვებიდან რაღაცები შეამჩნიოთ, რომ ისი დამტკიცება გჭირდება, რომ აქამდე მიხვიდე. ოკეი? მოდი ესეთ რამე გავაკეთოთ. მოდი განვიხილოთ სიტუაცია, როცა AK წრფე კვეთს, აი ნახეთ, AK წრფე კვეთს წითელ წრეწირს. ნუ სხვა შემთხვევა თუ შეიძლება, ეს თქვენ განვიხილეთ, ხო? თქვათ AK წრფე წითელ წრეწირს კვეთს E წერტილში, ხო? და შევაერთოთ E და P. აი E და P შევაერთოთ. ეხლა თუ დააკვირდებით, KAD კუთხე იგივეა რაც EAD კუთხის, ანუ ეს ლურჯი ფერის კუთხე და ეყრდნობა ED რკალს, ხოლო DAP კუთხე ეყრდნობა DP რკალს. ანუ საკმარისია დავამტკიცო, რომ ED რკალი და DP რკალი ერთმანეთის ტოლია. ოკეი? თუ E და D-ს შეაერთებ, აი თქვათ, აი E და D და D და P. ნუ უკაცრავად, ნუ B და ხო ესე ნუ შეიძლება ესე იყოს. მაშინ ნახეთ, EDK კუთხე არის ქორდითა და მხებით შედგენილი კუთხე, ამიტომ არის ED რკალის ნახევარი, ანუ ლურჯი ფერის წრეწირის ტოლი იქნება. ხოლო DEP კუთხე, აი ეს კუთხე ნახეთ, მონიშნული რომ აქ ეყრდნობა DP რკალს, DP რკალს ეყრდნობა DAP კუთხეს და ეს წითელი ფერისაა. ანუ ფაქტობრივად უნდა აჩვენო, რომ აი ეს კუთხე, ესე იგი QDE კუთხე ტოლია DP კუთხის. ეს იმას ნიშნავს, რომ QD და EP უნდა იყვნენ პარალელური და ამიტომ მოდი ვაჩვენოთ, რომ QD და EP არიან პარალელურები. ოკეი? ეხლა ეგ გავაკეთოთ. ხო? ეხლა რა გავაკეთოთ? ნახეთ. ესეთი რაღაც მოვიფიქროთ. თქვათ, ნახეთ, EAP კუთხე, ხო? აქ დავწერთ, აი აქ. AEP კუთხე, აი აქ დავწეროთ, AEP კუთხე. EP. ნახეთ. AEP კუთხე, აი რომელია კუთხე? AEP, აი ეს კუთხე, ხო? AEP კუთხე ეყრდნობა AP რკალს. AEP კუთხე იგივეა რაც ABP კუთხე. ხვდებით? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ერთ რკალზე ჩახაზული კუთხეები, რომელიც ერთი და იმავე რკალს ეყრდნობა, არიან ტოლები. ანუ ეს უდრის ABP კუთხეს. ABP. ოკეი? ხოლო ABP კუთხე, ნახეთ. ABP კუთხე არის 180 მინუს ABQ, ხო? ეს არის, რადგან მოსაზღვრე კუთხეებია, ხო? უდრის 180 გრადუსს, ნუ გრადუსს აღარ დავწერ, გასაგებია, გამოკლებული კუთხე ABQ. ახუროთ და ეს უდრის, ნახე, ABQ კუთხე იგივეა რაც AKQ, რადგან ABQ და AKQ, ანუ აი AKQ ეს არის, ABQ ეს არის, ერთი და იმავე რკალს ეყრდნობიან. ამიტომ ეს იქნება რაც 180 გამოკლებული
კუთხე AKQ AK ნუ მოდი დავწეროთ კუთხის ნიშანი AKQ აი ეს ნახეთ რა მივიღეთ რომ AEP კუთხის და AKQ კუთხის ჯამი არის 180 გრადუსი ანუ ან იგივეა რაც AEP კუთხე იგივეა რაც მოდი ნახეთ AKQ კუთხე AEP კუთხე ხო არის 180 - KEP ხო ანუ KEP კუთხე და AKQ კუთხე ტოლია ეს იმას ნიშნავს რომ EP პარალელურია QDS-ი ესე იგი EP პარალელურია QDS-ი EP პარალელურია QDS-ი აი აქამდე მივედით ხო EP პარალელურია QDS-ი რადგან EP და QD პარალელურია მაშინ ეხლა დავიწყოთ ნახეთ EAD კუთხე ხო EAD კუთხე EAD ეხლა შევხედოთ სადაა EAD კუთხე ნუ იგივე KAD კუთხე ხო ანუ ისი დამტკიცე EAD და KAD ერთ და იგივე EAD კუთხე ეყრდნობა EDRCALS EDRCALS ასევე ეყრდნობა ნახეთ EDRCALS ეყრდნობა EPD კუთხეც ხო აი ეს კუთხე Okay. EDB კუთხე და EDB კუთხე რადგან EP და QD პარალელურები არიან ხო ნახეთ საწავედით ხა რომ ესე იგი EDP კუთხე იგივეა რაც EPD მოდი დავწეროთ ეს EPD უდრის EAD კუთხე იგივეა რაც EAD კუთხე იგივეა რაც EPD აი აქ დავწეროთ ხოლო DAP კუთხე ეყრდნობა DPRCALS მაგრამ თუ დააკვირდები ნახეთ EPD კუთხე და ADQ კუთხე ერთი და იგივეა ოკეი რადგან QD არის მხები ხო QD არის მხები და მხებითა და ქორდით შედგენილი კუთხე მკალის ნახევარია რომელსაც ეყრდნობა ხოლო DAP კუთხე არის ესე იგი ეს და ეს ხო პარალელურია რადგან პარალელურია მაშინ ნახეთ ესე იგი EDQ სტოლი ხო არის EPD არის EDQ სტოლი ხო მოდი აქ დავწეროთ EPD არის უდრის კუთხე EDQ კუთხე EDQ აი ესე დავწეროთ ნახეთ EDQ კუთხე არის EPD კუთხე იმიტომ რომ EDQ კუთხე არის ქორდეთა მხებით შედგენილი კუთხე და იმ რკალის ნახევარია რომელსაც ჩამოჭრის და EPD იმავე რკალს ეყრდნობა ხოლო აი ეს კუთხე
ჩვენ გადავედით აი ამ კუთხეზე, ხო? ხოლო აი ეს კუთხე იგივეა რაც DEP კუთხის ტოლი, ხო? რადგან QD და EP ერთმანეთის პარალელურია. ესე იგი უდრის DEP კუთხეს. არა? ესე იგი ეს უდრის DEP კუთხეს, მან ჩავწეროთ. იმიტომ რომ შიგაჯვარედინი კუთხეები ტოლია, რადგან EP და QD პარალელურია, ეს უდრის DEP. აი ესე. და კუთხე DEP იგივეა რაც კუთხე DAP, იმიტომ რომ ერთი და იმავე რკალს ეყრდნობიან. ერთი და იმავე რკალზე დაღმობილი ჩახაზული კუთხეებია, ხო? ეს უდრის კუთხე DAP. და ამით დამტკიცდა. აი ეს. და EAD ხო. EAD კუთხე და KAD კუთხე ერთი და იგივეა, ხო? მოდი აქ დავწეროთ, რომ აი აქ. angle KAD კუთხე, KAD. იგივეა რაც კუთხე EAD. აი ეს. მაშასადამე ამით ეს ამოცანა დამტკიცდა. ამ თავარი მომენტი იყო დაგვემტკიცებინა, რომ EP და QD არიან პარალელურები. Okay. თუ გსურს რომ შენი ამოცანა განხილული იყოს ლაივში, პირდაპირ ეთერში, მომწერე პირად ჩატყობინებაში და ლაივ ეთერში განვიხილავ. თუ შედარებით რთული ამოცანა იქნება, ასევე გამოვაქვეყნებ ამ ლაივ განხილვას TikTok-ზე, როგორც ჩვეულებრივ ვაქვეყნებ ხოლმე. კარგი, ეხლა გავთიშავ ამ ჩანაწერს და გავაგრძელებ სხვა ამოცანების განხილვას.